პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 9:00-ზე ჩვენ ვერთ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. ოპოზიციური სპექტრის ცხელი გაზაფხულისთვის ემზადება ბოლო დღეებში არასაპარლამენტო ოპოზიციის ცალკეული ჯგუფები სხვადასხვა ინიციატივებით გამოდიან, თუმცა ყველა მათგანის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. რატომ ვერ შეძლო ამ მოთხოვნის გარშემო გაერთიანება ოპოზიციურმა სპექტრმა, რითი უპირისპირდება ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს, უპირობოდ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს რიგგარეში არჩევნები და მოხდეს თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება. ამ მთავარ მოთხოვნას ემატება კიდევ ერთი ახალი პირობა. ირაკლი ალასანია და მისი გუნდი პრეზიდენტს 10 დღიან ვადას აძლევს, რომ დაინიშნოს რეფერენდუმი, რათა გაირკვეს არის თუ არა საზოგადოებაში მოთხოვნა რიგგარეში არჩევნების. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაიმართება ჩვენს ეთერში დღეს პოლიტიკური დებატები ხელისუფლების გუნდის წევრს აკაკი მინაშვილსა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელ დავით საგანელიძეს შორის. ბატონებო, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ აკაკი, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს საზოგადოებაში სურვილი, რომ დაინიშნოს რიგგარეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები? პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენ მსვენელს. სიმართლე რო გითხრათ, აი ჩემი საქმიანობის პერიოდში ძალიან ბევრჯერ მიწერს ჩვეულებრივ ადამიანთან შეხვედრა და ნამდვილად არ მესმის, არ ჩანს მათში ინტერესი, რომ მათ აინტერესებს, რას გადაწყვეტს ოპოზიციური პარტიები, რა გადაწყვეტილებები მივლენ, რა მოქმედებებს განახორციელებენ. მათი ძირითადი ინტერესი არის მხოლოდ რამოდენიმე. ეს არის ის სოციალური პრობლემები, რომელიც ამ ქვეყანაში არის, ის ეკონომიკური პრობლემები, ის საფრთხეები, რაც არსებობს დაუსაქმებლობასთან დაკავშირებით გამომდინარე აგვისტოს აგრესიისა და გამომდინარე ფინანსური კრიზისის გამო, აინტერესებს თუ როგორ გაიზრდება მათი ხელფასი, მათი პენსია. შესაბამისად ეს არის სწორედ ის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ ყოველდღიურად, რომელზეც ვფიქრობთ. გასაგებია ბატონ კაკი, ანუ თქვენ საუბრობთ, რომ ოპოზიციის მისამართით ინტერესი არ არის დღეს ხალხში. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ზრუნავს საზოგადოება და შესაბამისად ზრუნავს ის ხელისუფლება, რომელიც ამ საზოგადოებამ აერჩია. ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დრო იმაზე ფიქრის, თუ რას გადაწყვეტს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია გაერთიანდება, არ გაერთიანდება, მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. არ ფიქრობთ ბატონ კაკი, 10 დღეში, 9 აპრილს, 1 თვეში და 2 თვეში. ეს არ არის ნამდვილად საფიქრალი. მე ვთვლი, რომ ჩემი პირადი აზრი ეს არის გარკვეული პოლიტიკური თამაშები. ეხლა ჩვენც და ოპოზიციამაც უნდა ვიფიქროთ რამოდენიმე საკითხზე. და ეს რამოდენიმე საკითხი არის სწორედ ის პრობლემები, რაც არის და ის გარე საფრთხეები, რაც ამ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. კი ბატონო, თუმცა ოპოზიცია ალბათ ბატონი დავითი თავად გვიპასუხებს. ოპოზიცია სწორედ საუბრობს იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პრობლემები ხელისუფლებისგან გამომდინარე, ხელისუფლება უშვებს ამ შეცდომებს და სწორედ ამიტომ მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. მე ამას ვერ ხედავ, მე უფრო ვხედავ, რომ ეს არის კი ბატონო, ალბათ ბატონი დავითი უფრო კონკრეტულად გვიპასუხებს ამ საკითხზე. ბატონი დავით, საზოგადოებას აინტერესებს დღეს სოციალური პრობლემების მოგვარება. მოკლე რეზუმე რო გავაკეთოთ, გისმენთ რა ინტერესებს დღეს საზოგადოებას არის მოთხოვნა პრეზიდენტ რიგგარეში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. რო გვაქვს და საინტერესო იქნება დისკუსია დარწმუნებული ვარ, ბატონ მაგაკი მბრძანა, ეხა ამით დაიწყო, რომ ჩემი საქმიანობის პერიოდში ბოლო ხანებში ალბათ პარლამენტს გულისხმობდა. მაქვს ხოლმე ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთობის საშუალება. ალბათ გაგიჭირდებათ ბატონ აკაკი არაჩვეულებრივ 140 ადამიანთან ურთიერთობის მერე, როდესაც ძირითადად დღის განმავლობაში გიწევთ მათთან ყოფნა, შემდგომ ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანები მერწმუნად აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობენ. დავიწყებ იმით, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი და დღევანდელი მმართველი პარტია მოდიოდა ხელისუფლებაში, გახსოვთ ალბათ, ეს იყო საუბარი აღორძინებულ ეკონომიკაზე, დაბრუნებულ ტერიტორიებზე, დემოკრატიაზე ქვეყანაში, თქვათ, კორუფციის აღმოფხვრაზე, საუბარი იყო, თქვათ, უმუშევრობის დაძლევაზე, საუბარი იყო სიღატაკის გარეშე ქვეყანაზე და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლე. რეალურად მივიღეთ ამ პერიოდში, მე აღარ ვსაუბრობ წინა პერიოდს, დაკარგული ტერიტორიები, 10,000-ობით ტოლვილი უამრავი დაღუპული ადამიანები, რომელიც ციფრის, არა, გასაგები როა, იმიტომ თუ შეიძლება მათქმევინეთ, რა, ის დაღუპული ადამიანები, რომლის რაოდენობაც არ ვიცით, გაყიდული ეკონომიკა, დანგრეული ეკონომიკა, უამრავი უმუშევარი ადამიანი, თურმე რომელიც ეხლა გახდა პრობლემა და ის სიღატაკის ზღვარი, რომელიც ქვემოთ დაიწია, როგორმე რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ ის 1000-ობით, 10,000-ობით თუ 100,000-ობით მომატებული ადამიანები, ვინც სიღატაკეში შევიდა. სწორედ აი ეს ყველაფერი ერთად აიძულებს ადამიანებს, გვაიძულებს ჩვენს ოპოზიციას, ვთქვათ ერთი რამ, რომ ამისი თავი და თავი დღეს არის ქვეყნის პრეზიდენტი. ამის ძირითადი
ყველაფერი ამის უბედურება არის ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ფაქტიურად მართავს მთლიანად პარლამენტს და პარლამენტი არის მთლიანად მის დაქვემდებარებაში, რომ დღეს მთავრობა არ არის ცალკეშტო და ესეც პრეზიდენტის ერთ-ერთი თქვათ შტუარი და პრეზიდენტს რასაც უნდა იმას აკეთებს, ამიტომ დადგა საკითხი იმის, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ყველა ეს პრობლემა აღმოიფხოს ქვეყანაში, კი აღარ უნდა დავიწყოთ ეხლა და დაუწყვილმანდეთ, მაპატიეთ რომ ამას ვამბობ, როგორ შეიძლება წვრილმანე ვეძახო მე სიხატაკე, წვრილმანე ვეძახო ტერიტორიების დაბრუნება და წვრილმანე ვეძახო თქვათ იმ უბედურებას რაც ხდება, მაგრამ გადატანა აქცენტების საკითხი ეს არის მხოლოდ დროის მოგება, ეს ამ მხოლოდ პიარი, ეს ამ მხოლოდ ნაცადის შეყრა თვალის. რაზე გადააქვს ბატონო? აი თუნდაც იმაზე რადგან ახლა ბატონო აკაკი მესაუბრებდა, რა თქმა უნდა ბატონო აკაკი მე გეთანხმები, თუ ქვეყანაში უზარმაზარი პრობლემაა უმუშევრობა. მით უმეტეს დღეს უდიდესი პრობლემაა სიღატაკე. უდიდესი პრობლემაა რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ იმ წლების განმავლობაში და თქვენმა ვთქვათ, ასე ვთქვათ, იდეურმა ხელმძღვანელმა იმ ადამიანმა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ომშიც გაქცეული გუდღელებით. რომელიც ჩვენ ვნახეთ იმ სიტუაციაში და სიტუაციაში ნამდვილად არ მინდოდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. როცა მე ვნახე პრეზიდენტი, როცა პირველი წლები მას ქვეყნის ყველა ქვეყნის პირველი პირი ესაუბრებოდა, ეთანამშრომლებოდა და ყველაფერს აკეთებდნენ იმისაც, რომ საქართველოს როგორმე გამოიყვანა მდგომარეობიდან და მე ვნახე აბსოლუტურად იზოლაციაში მყოფი ქვეყანა, რომელსაც უკვე აღარავინ აღარ ესაუბრება. ის ადამიანები და ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ყველაზე უშუალოდ ჩვენ მეგობრებად ითვლებოდნენ, ამ უზარმაზარი ფინანსური და ეკონომიკური კი არა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანეს ერთადერთი გზა დღეს ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გადადგეს, მოვიდეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალები, ჩატარდეს ქვეყანაში ნამდვილი არჩევნები და არა ის არჩევნები, რით რა არჩევნებით ჩაგვიტარეთ ქვეყანას და რა არჩევნებითაც პრეზიდენტმა თქვა, რომ მე ვარ პრეზიდენტი, უბრალოდ სააკაცო. თუმცა ბატონ დავით, ძალიან საინტერესო და მოვიდა ის პარლამენტი, რომელიც პარლამენტის დღეს თქვენ ამ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობთ, მაგრამ თქვენ მოითხოვთ რეფერენდუმის ჩატარებას. თქვენ გჯერებთ, რომ ეს რეფერენდუმი ამ რეფერენდუმის ხელისუფლება მე რო უწოდებ, მე არა მარტო უწოდებ, არამედ მე ჩემი საქციელით დავამტკიცე, მე გახლავართ ის იმ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი, ვინც მაჟორიტარებში გაიმარჯვა და მოვიგე დიდუბის რაიონი, მაგრამ იმიტომ რომ გაყალბებული იყო ეს არჩევნები და იმიტომ რომ ამას ვერ ვიკადრე ამ პარლამენტში შესვლა, უარი ვთქვი და არ შევედი. ეს ჩემი საქციელი იყო და ხაზი გაუსვი იმას, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები. რაც შეეხება იმას, რომ რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ გააყალბოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს არანაირი ის ბერკეტები, ის საშუალებები, რომელიც მას გააჩნდა, ცესკოს თავმჯდომარე კვლავ გახლავთ ცესკოს თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ნამდვილად ვეღარ შეძლებს იმ აფიორების გაკეთებას, იმ მამაძაღლობების, მოდი ასე ვთქვათ, გაკეთებას, რასაც აკეთებდა ის და რასაც აკეთებდა მისი ის გუნდი, ნამდვილად ვეღარ შეძლებენ იმ გამგეობებით და იმ საკრებულოებით, რომელიც ვთქვათ, ამ ერთი წლის წინ მთლიანად დაატერორეს და გააკეთეს ის, რაც უნდა გაიკეთებინათ, ეგორი და მესამე, რეფერენდუმი ცოტა უფრო განსხვავებული, ვთქვათ, აქციაა, ვიდრე არჩევნები. არჩევნებში ბევრი სხვა რამე ერთვება და თქვენი კოლეგები რომ ესეც გაყალბებული იყო. ვიცით რა, ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, გაყალბებული იყო და ეგ მანიპულირება მოხდა ამ საკითხზე, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება იქ ცალსახად ჩემს აზრით იყო ისეთი, რაც საბოლოო ჯამში გამომჟღავნდა კიდეც, უბრალოდ შეიძლება ციფრებზე ვიყავთ. გასაგებია ბატონ აკაკი გისმენთ მიუხედავად იმისა რომ თქვენ განმარტეთ რომ ჩვენ არ გვაქვს დრო ფიქრის იმასთან დაკავშირებით რას მოითხოვს დღეს ოპოზიცია მაგრამ ოპოზიციას აქვს კონკრეტული ბრალდებები ისინი გაძლევენ თქვენ ვადას გარკვეული პოლიტიკური პარტიები საუბრობენ რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს 9 აპრილამდე თუ არ დატოვებს იგი პოსტს დაიწყება პერმანენტული აქციები ირაკლი ალასანიას პარტია და მასში შემავალი ალიანსის პარტიები საუბრობენ რომ 10 დღის ვადაში უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეფერენდუმი ჩატარდეს თუ არა საქართველოში საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ არ საუბრობ და არ ფიქრობთ ბატონო აკაკი? მართალი ბრძანდებით, ჩემთვისაც ასევე გაურკვეველია ვინ რას მოითხოვს რეალურად. არა, ვინ რას მოითხოვს, გასაგებია ამაზე ალბათ ბატონი დავასრულებს, დიახ. ანუ ნაწილი ოპოზიციის მოითხოვს 10 დღეში, ნაწილი მოითხოვს 9 აპრილამდე, ნაწილი მოითხოვს საპარლამენტო ადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილი საპრეზიდენტოს, ნაწილი რეფერენდუმს. სრულად დავასრულებ, თუ შეიძლება, დავასრულებ. ძალიან ბევრჯერ იყო საუბარი ამაზე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ ეტაპზე მოთხოვნა არ გყავს. კი ბატონო, თუ შეიძლება მივცეთ, კი ბატონო. დავასრულებ, იმიტომ რომ მე არ კი ბატონო, გისმენთ ბატონო აკაკი. ამიტომ გაურკვეველია და ამიტომ ვიძახი რომ ეს არის პოლიტიკური თამაშები. თუ ბატონი დავითი უძახის რომ არ არის სერიოზული, მე მოველი ოპოზიციისაგან და ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისაგან რომ შემოგთავაზოს ალტერნატიული იდეები, ალტერნატიული პოზიციები, ალტერნატიული ხედვები თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ესა თუ ის საკითხი, ესა თუ ის პრობლემა. ის სოციალური პრობლემა, რომელზეც ბატონმა დავითმა ელაპარაკა, რომელიც მართლაც ასე ვთქვათ პრობლემატურია, ხო? კი ბატონო, ვეთანხმებ, მაგრამ აქ არის ძალიან ობიექტური მიზეზები. აქ არის
რუსეთის აგრესია, აქ არის ფინანსური კრიზისი და მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ იმ რეფორმების შედეგად არის ის, რომ დღეს ქართული ეკონომიკა სხვა ეკონომიკასთან შედარებით არის მდგრადი და ეს არის ჩემი სიტყვები, ეს არის ძალიან რეიტინგული გამოცემები, ისეთი როგორც დავასრულებ ის რომ საბანკო სისტემა მუშაობს, ის რომ ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მუშაობს, ერთადერთი საფრთხე რომელიც გვემუქრება, ეს არის უმუშევრობა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ყოველდღიურად და ყოველწუთს. თუნდაც იმ იდეებით, იმ პროგრამებით, რაც კონკრეტულად დადო უმრავლესობამ, დადო აღმასრულებელ ხელისუფლებამ, თუნდაც კრედიტზე ვსაუბროთ, იაფ კრედიტზე თუნდაც ვსაუბროთ, გადასახადების დაწევას, რაც მეტი თანხა დარჩეს ეკონომიკაში, მაგრამ ოპოზიცია ამის ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული რჩევა, თუ როგორ შევხედოთ ამ პრობლემებს, როგორ შევხედოთ ამ ჩავარდნებს თუ გინდათ, როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა, რომელიც მომდინარეობს ჩრდილოეთიდან, უსაფრთხოების პრობლემა არის აი ამ პოლიტიკურ თამაშებში. რაც შეეხება რეიტინგულ გამოცემებს და რატო ვიძახმე ეს მდგრადი, ეს არის ჩემი სიტყვები, ეს არის ისეთი გამოცემის დასკვნა, როგორც არის ეკონომისტი, ეს არის IMF-ის წარმომადგენლების განცხადება, რომ იმ ლიბერალური რეფორმებით, რომელიც საქართველოში გატარდა 2004 წლიდან ამან უზრუნველყო ის, რომ დღეს სხვა სახელმწიფოებთან შედარებით საქართველოს აქვს მდგრადი ეკონომიკა და აქვს განვითარების შანსი და იმ პოლიტიკამ და იმ ლიდერმა და იმ ხელმძღვანელმა, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი აგრესიის დროს, მოახერხა ის, რომ შენარჩუნდა საქართველოს სუვერენიტეტი. მე ხა დავასრულებ ძალიან მოკლედ. მე არ მეგულება ბევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც ომის პერიოდში ჩავა იქ, როცა აქტიური საომარი ვითარების პერიოდში ჩავა იქ ფრონტის ხაზზე. ამიტომ მე ვერ დავეთანხმები ბატონ დავითს ამ და თუმცა ამავე დროს, როცა შარშან იყო ორი ვადამდელი არჩევნები. შარშან იყო ორი ვადამდელი. ფაქტი იმისა, რომ გორში ჩადის საომარი ვითარების დროს, ეს უკვე და არა მარტო გორში, მანამდეც მთელი თუმცა ძალიან სამწუხარო სურათი ვიხილეთ. და ფაქტი იმისა, რომ ორი ვადამდელი არჩევნები ჩატარდა საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებმა მიიღეს თავისი ქულები, ზოგს ჰქონდა მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ რატომღაც აი ბატონი დავითის პოლიტიკური ლიდერი იმ დროს, როდესაც იყოს ასე ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ არ გახსენებია, რომ თურმე არჩევნებში დარღვევები ყოფილა. იმიტომ რომ მაშინ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ მიუხედავად ჩავარდნებისა, მიუხედავად ხარვეზებისა, ეს არჩევნები ერთის და მეორეს საპრეზიდენტო საპარლამენტოს გამოხატავს ადამიანების ნებას და მე როგორც მახსოვს გარკვეულ პოლიტიკურ მოპარდნიორად ძალიან დაბალი ქულები მიიღეს. ბატონ დავით, აი არ იყო მოსალოდნელი ოპოზიციისთვის ხელისუფლების ეს ბრალდება, ვინ ვისთან არის და ვინ რას მოითხოვს, ვერ გავიგე. მე მინდა თქვენი განცხადება მოვიშველიო, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ნინო ბურჯანაძე ან ზურაბ ნოღაიდელი, მაგრამ მათაც უნდა დადონ თითო აგური ამ საქმის გასაკეთებლად. თავარია მიშა მოშორდეს ხელისუფლებას. ხომ იყო ბატონ დავით მოსალოდნელი ის, რომ ხელისუფლება დიახ ეს გახლავთ თქვენი განცხადება. ხომ იყო მოსალოდნელი ის, რომ ხელისუფლება თქვენი მისამართით იტყოდა, რომ ვერ გავიგეთ ვინ ვისთან არის, დღეს ვინ რას მოითხოვს. აგერ სწორედ ბატონმა აკაკემ ბრძანა. არც გვაქვს ინტერესი და ალბათ დრო რომ მოითხოვთ გასაგებია რომ მოთხოვნა არის ერთიანი სხვა პრიორიტეტები ამ სახელმწიფოში. გასაგებია, მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ მოგწონთ ნინო ბურჯანაძე თუ ზურაბ ნოღაიდელი. თქვენ ცალ-ცალკე ბრძოლობთ ახლა. ვერ შეძელით ეს გაერთიანება. უპასუხოთ, დავიწყებ იმით რომ შემოგთავაზონ ოპოზიციამ რაიმე ალტერნატიული იდეები ბრძანა ბატონმა აკაკიმ. ხა რომელი ალტერნატიული იდეები უნდა შემოგთავაზოთ უკვე, როცა ყველა შემოთავაზებაზე თქვენ აპატიეთ და მე ხა ამ შემთხვევაში ბატონ აკაკის კონკრეტულად არ მევაყენებ შეურაცხყოფას, დემაგოგიით გვიპასუხეთ ხელისუფლება. ხა შეიძლება გული მწყდება რომ ეხლა ახალგაზრდა კაცი ბრძანდები, რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ განათლებად საკმაოდ აქვს მიღებული და მაღალი ინტელექტიც გაქვთ, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ყველაზე ძაარ ის წყინს, ყველაფერზე შემიძლია მშვიდად ვისაუბრო შეიძლება ქვეყნის პრობლემებზე, მაგრამ სულ ტყუილს რო ვისმენ 24 საათი. რა არის ტყუილია ყველაფერი, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ ხელისუფლებისგან. ტყუილია ისიც, როცა ვსაუბრობ თურმე რომ ეკონომიკა ამდგრადი ქვეყანაში. ტყუილია თუნდაც ის, როცა IMF-ის მაგალითები მოყავთ რომ ქვეყანაში თურმე ასეთი წინსვლა ეკონომიკაში, თუნდაც ძლიერი საბანკო სექტორი დატოვეთ და შეინარჩუნეთ, თქვენ მართლა ძლიერი იყო საბანკო სექტორი და კრიზისამდე მიიყვანეს. როდესაც ბანკი ძლიერი, როცა კრედიტების გაცემა აღარ შეუძლია, იპოთეკურ კრედიტებს ვეღარ იძლევა, სტარტაპებს ვერ აფინანსებს, თუ როცა კრედიტების საპროცენტო განაკვეთება 30%-ს მიაღწია, თუ აიღებ მაშინ. ესაა ძლიერი ეკონომიკა და რომელ უმუშევრობაზე საუბრობ და ხელისუფლების თქვა მყარ გარანტიებზე თქვა ამ შემთხვევაში, როცა უმუშევრობის თემას ეხებით. ასე რომ ანდა იმაზე რომ ჩატარდა არჩევნები, თურმე და ჩატარდა თურმე არჩევნები და არჩევნების დროს თურმე მოსახლეობამ თავისი გააკეთა თავისი არჩევანი. ეს ისეთი სიცრუეა, რომლის იქით არაფერი აღარაა. როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სიცრუითაა მოსული პრეზიდენტი, სიცრუითაა მოსული პარლამენტი, ტყუილი და გაყალბებით, რაღაცზე უნდა ვისაუბროთ. ეხლა შევეღოთ იმ საკითხს, რასაც თქვენ ბრძანეთ. ვინ ვისთან არის ვერ გავიგე ხელისუფლების. კიდევ ერთი შეეხეთ თქვენ იმ თემას, რომ თურმე ადრე არ მოგწონდა და
ხო გენაცვალე მე ხელისუფლებას მიმართავ ეხა ბატონ აკაკის არა მასე იყო ნამდვილად რა 99 წელს როცა ჩვენ მოვედით საქართველოს პარლამენტში არანაირი პარტიული ხაზით არ შემოსულვართ მაშინ წავედით ოპოზიციაში როცა თქვენი ლიდერები დღევანდელი ვინც არიან თუ ეხა დღეს ზოგი რო ოპოზიციაში და ზოგი სამწუხაროდ აღარაა ცოცხალი კიდე ხო ყველანი მთელი ეს გუნდი იყო ხელისუფლებაში მაგათ ვებძოდით და 6 თვე რო გახდეთ მე ღრმა ოპოზიციონერები ყველას რო გადაასწრეს ბაბატი დედის გინებაში მე გახდით ძლიერი ოპოზიციონერები მოხვედით ხელისუფლებაში და თქვენი წინააღმდეგები ვართ ჩვენ იმიტომ რომ ვიცოდით როგორ იტყუებოდით ვიცოდით როგორ რას გაუკეთებდით ქვეყანას და სადამდე მივიყვანდით ამ ხელისუფლებას დიახ გებძოდით და ბოლომდე ვიბრძოლებთ მანამ სანამ ქვეყანაში სიმართლე არ იქნება და სანამ ქვეყანაში ქართული ხალხი არ დაინახავს ვინ არის ეხლა ძალიან გულზე მოხდა სულ ყველას რო თქვა მოხდა ეს გაერთიანება მე ძალიან ვამაყობ იმიტომ თუნდაც იმ პოლიტიკურ პარტიასთან რომელთანაც ამდენი ხანი მქონდა მე ყოველთვის და ჩვენ პარტიას ბუნებრივია ელემენტარული თქვა გარკვეული ბრძოლა სუფთა პოლიტიკური მე რესპუბლიკელებს გულისხმობ ჩვენ ვიყავით ვის მოხდა ბატონ დავით გულზე ბევრ ჩვენს მოწინააღმდეგეს, როცა დაინახეს, რომ ჩვენ ორივემ დავძლიეთ ის, რასაც ქვია, თქვათ, არ ვიცი, ამპარტავნობა ზოგმა დაარქვა, ზოგმა ამბიცია დაარქვა თუ ასე შემდეგ, ორივემ გადავლახეთ ჩვენ ეს ორი აბსოლუტურად კაი გაგებით პოლიტიკური პარტიები ამბიციური გავერთიანეთ. როცა იგივე ბატონ ირაკლის პოლიტიკური გუნდი, თქვათ, ერთად ჩვენ შევქმნით ის ალიანსი, რადგან საუბარი ბევრს გულზე მოხდა ბუნებრივია. იმიტომ დაინახეს, შეიძლება მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, ვინც დაანგრევს ამ ხელისუფლებას. ეს გულზე მოხდა ბუნებრივია ხელისუფლებას ერთი და მოხდა იმ ოპოზიციას, რომელიც ვითომ ოპოზიცია. ვინ და კონკრეტულად თუნდაც ის რომელიც პარლამენტშია. თუნდაც ის რომელიც პარლამენტშია. რაც შეეხება პარლამენტს გარეშე ოპოზიციურ ძალებს, მე მომწონს თუ არა ვიმეორებ ისევ. პირველი ნაბიჯი რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ნათია. და მივმართავთ თქვენს მაყურებელს პირველ რიგში. პირველი ნაბიჯი ეს არის რომ ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგეს და კონსტიტუციური გზით ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. გასაგებია ბატონ დავით, მაგრამ თქვენი მოთხოვნა ეს არ არის. თქვენი უმთავრესი მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარება. რეფერენდუმი რას ნიშნავს? რეფერენდუმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ბოლოს 10 დღის განმავლობაში მივეცით პრეზიდენტს იმისი შანსი. რეფერენდუმი ან უნდა მოითხოვოს პრეზიდენტმა და 2 თვის ვადაში უნდა დანიშნოს, ან და ამას აქვს მთელი პროცედურა თუ ხელმოწერები მე მიტანა განხილვა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ რო არ წავიდეთ გრძელი გზით, ყველაზე მოკლე გზა ეს არის, თუმცა მე პირადად თუ მკითხავთ, ნამდვილად არ ამჯერა, რომ იმ მხთალ პრეზიდენტს, იმ შიშარა პრეზიდენტს და გაყალბებით მოსულ პრეზიდენტს დღეს ოდნავი იმის იმედი აქვს, რომ ჩაატარებს არჩევნებს და მისი პოლიტიკური პარტიიდან ვინმე გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა არ დანიშნავს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიხადეთ უბრალოდ ვალის რეფერენდუმს. რა თქმა უნდა არ დანიშნავს, იმიტომ რომ ის ისევე ჩაეპოტინება თავის კამს, როგორც არ ვიცი ახლა წყალწაღებული ხავს თუ კიდე ბავშვი. თუმცა ბატონ დავით, თუ იცით რომ არ დანიშნავს პრეზიდენტი ამ რეფერენდუმს. რატომ არ შეუერთით მთავარ მოთხოვნას პრეზიდენტის უპირობო გადადგომა? ამ შემთხვევაში ესაა პრეზიდენტის გადადგომა. თუ არ გადადგა რეფერენდუმს ვერ დანიშნავს. ანუ უბრალოდ რეფერენდუმი უნდა დანიშნოს მოსახლეობას უნდა თუ არა, დაინახავს კარგად მთელი ქვეყანა, რომ მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი, უდიდესი ნაწილი, აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს პრეზიდენტის შეცვლას, ამის შემდგომ დაინიშნება არჩევნები და შედეგიც რაც იქნება გასაგებია რა. ეს არის კონსტიტუციური გზა. ნოემბრის შემდეგ პრეზიდენტი გადადგა და მან დანიშნა რეფერენდუმის გარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. არა, ამ შემთხვევაში ეგა მეორე გზა. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ეს შანსიც კი დავტოვეთ. 10 დღე არაა დიდი დრო. 10 დღეში მან უნდა თქვას, რომ ნიშნავს რეფერენდუმს საპრეზიდენტო არჩევნებს და თუ არ ნიშნავს. მე პირდაპირ გეტყვი. თუ არ ნიშნავს ამ შემთხვევაში როგორია თქვენი გეგმები? თუ არ ნიშნავს და მე სიმართლე გითხრათ დარწმუნებული ვარ, ის ამას არ დანიშნავს, არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში გეგმა იქნება ის, რომ ყველა საშუალება კონსტიტუციური, ისევ ვამბობ რა, ყველა საშუალება იქნება გამოყენებული, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდეს, რომ გადადგეს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მანიფესტაციები, ეს იქნება მიტინგები, ეს იქნება ბლოკადები თქვათ რაღაც გარკვეული შენობების თუ ეს იქნება ყველა საშუალება ხაზს უსვავ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას არ მივმართავთ იმ ზომებისაგან, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დამეთანხმება ბატონი აკაკი მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ აიღეს ჩანგლები, ფიცლები, ნაჯახები და დამიცავით მეო და თვითონ თავრობა გარბოდა საზღვარზე, ხო? ჩვენ ამას არ მოუწოდებთ, რომ აიღონ ჯოხები, ჩანგლები და ის დანები და ნაჯახები. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ყველა იმ მეთოდს გამოვიყენებთ, რომელიც აიძულებს ამ გაზაფხულზე ამ ხელისუფლებას გადადგეს. თუ კიდევ აქვს ოდნავი მაინც ღირსება ამ პრეზიდენტის დარჩენილი, დანიშნოს რეფერენდუმი. და ამ შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე კონსტიტუციური, ყველაზე ნორმალური, ყველაზე ნათელი. არა, მაშინ ყველა ის გზა იქნება გამართული. ისე ვამბობ, შეიძლება ხედვა ამ შემთხვევაში როგორი გზით ჯობია. განსხვავებული გქონდეთ ჩვენ ალიანსის წევრებს, განსხვავებული გქონდეთ იგივე თქვათ ბურჯანაძის თქვათ ბლოკს იგივე სხვა პოლიტიკურ თქვენი ეს იდეა არ მოიწონა. არც მე მომწონს მისი იდეა ამ შემთხვევაში, რომ დავნიშნოთ დღე და დღეზე ავეწყოთ. მეორეს გეტყვით, მოდი მაპატიეთ ბატონ აკაკი შეიძლება გამიგზავნა და მე დიდი ხანი თუმად ვიქნები. ერთ ვიტყვი დავამთავრებ ამ თემას. განსხვავება პრინციპული არის რაში?
ისინი ამბობენ რომ მოდი ჩვენ თქვა დღე და დავიწყოთ პერმანენტული აქცია. გადადგეს თქვა სააკაშვილი და ამ შემთხვევაში მე ვიფიქროთ ვის ვთავაზობთ ჩვენ მოსახლეობას პრეზიდენტად. ჩვენ თქვით მეორე რამე რა. ჩვენ თქვით რომ ჩვენი კანდიდატი საპრეზიდენტო არის ეს ადამიანი, ანუ მოსახლეობას ვეუბნებით რომ ის კი არა რომ ოღონდ სააკაშვილი მოცილდეს და ვინ იქნება, მოდი მე ვილაპარაკოთ ან სულ ერთი. არა. ჩვენ უნდა ვთქვათ ეს უნდა მოცილდეს, მაგრამ უნდა შეიცვალოს ამით ესაც ჩვენი წინადადება. ამიტომ ჩვენ დავასახელეთ ჩვენი კანდიდატიც. ჩვენ თქვით რომ ყველა შანსი ამოვწუროთ თუ რამე არსებობს თუ არა და გადავიდეთ. გასაგებია, თუმცა ბატონ დავით ძალიან საინტერესოა თუ თქვენ არ გჯერათ რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რეფერენდუმს დანიშნავს, მაშინ რა საჭირო იყო ეს მოთხოვნა? იცით რა, რო არსებობდეს 0.1% მაინც ის უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური წესის სრული დაცვა ამ შემთხვევაში. ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვინდა დავტოვოთ ეს 0.1%-იც უყურადღება. ბატონო აკაკი, 9 აპრილიდან იწყება პერმანენტული აქციები, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები საუბრობენ იმის შესახებ, რომ თუ არ დაინიშნება რეფერენდუმი, ასევე ეს პოლიტიკური პარტიებიც დაიწყებენ პერმანენტულ აქციებს. რაში ხედავს თქვენ გამოსავალს, წავა თუ არა ხელისუფლება რაიმე სახის დათმობაზე? მოდით ასე ვთქვათ, ბატონმა დავითმა ღირსებაზე ისაუბრა, საქართველოს ხელისუფლების ღირსებაზე, მთავრობის საკანონმდებლო პრეზიდენტის ღირსებაზე. მე ვთვლი, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ღირსებაა ის, რომ ყოველდღურად იფიქროს იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ამ წაგებული ომის მერე რომელ ღირსებაზე საუბრობთ, ბატონო აკაკი რა? მე ხო არ ჩავკითხე. ამ დაკარგული მიწები და ამდენი არა, ეხლა მე ხა მოსმენა ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით თქვენს ბევრი არასწორი ინფორმაცია გამოდის, არ ჩავრეულობ. დღეს მოვისმინე საინფორმაციო საშუალებები. ესპანეთის მინისტრი გადადგა, ესპანეთში ერთ-ერთი მინისტრი გადადგა, იმიტომ დაასრულებთ ეხლა რა. იმიტომ გადადგა, რომ ირემზე ნადირობდა და თურმე ირემზე ნადირობდა და ლიცენზია არ ქონია და დღეს გადადგა და თქვა რომ მე არასწორად მოვიგეთ. ომი წააგეთ, ხალხი დაახოცეთ, მიწები დაკარგეთ. რაღაცა ღირსებაზე გასაგებია, თუ შეიძლება მივცეთ ირემიც არ მოუკვლიათ ბატონო და თუ არ გინდა ჩემი არგუმენტების მოსმენა. თუ შეიძლება, არა ბატონო. აქ არ არის პოლიტიკური არენა, აქ არის დიალოგი. ეს პოლიტიკური არენაა. არა, გასაგებია. აქ არის საუბარი არგუმენტებით. თუ თქვენ გქონდათ არგუმენტები, მოგისმენთ. ხა ჩემ არგუმენტებს მოვუსმენთ. მე თქვენ საუბარში არ ვარ. ძალიან მოთმინე. მიუხედავად იმისა, რომ რომ ბევრი ძალიან არასწორი ინფორმაცია განაცხადეთ აქ არ ჩამოვთვლი და ბევრი ისეთი ინფორმაცია რომელიც ალბათ შეურაცხყოფდა ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მე ამაზე თქვენი შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას არ ჩვენზე არ ვიძახით ქართულ საზოგადოებას. როცა თქვით რომ ის სოციალური პრობლემები არის ძალიან მცირე მნიშვნელობის. მე ვთქვი? დიახ, ამ შემთხვევაში თქვენთან ამ თემაზე აღარ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ რომელ სოციალურ საკითხებზე და კანონებზე გესაუბროთ, სულ თუ არ წახვედით, თქვენ არაფერი არ იშვილებთ. გასაგებია, ბატონო, თუ გსურთ რომ აქ იყოს დებატები, მაშინ იქნებ შემეწყოთ. თუ არ გსურთ რომ დებატები იყოს. გასაგებია, ბატონო, დავით, თუ შეიძლება მივცეთ ბატონო აკაკის დათმობდით, უნერვიულობთ, თუ გააქვთ იმის უნარი, რომ წყნარად დისკუსია. ბატონო, დავით, თუ შეიძლება მივცეთ, ბატონო. თუ გააქვთ იმის უნარი, რომ წყნარად აქ დისკუსია გამართო გარკვეულ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. წყნარად გავცვალოთ არგუმენტები. თუ ეს არ აგაქვთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ ქუჩაში და იქ ვილაპარაკოთ, ჩვენ ვილაპარაკებთ ხალხთან ისევ. ახლა სხვა რა გითხრათ? ოპოზიცია გეკითხავს. აქ ამისთვის აქ იმიტომ მოვედით რომ ნაცეების კითხვას დავით არდებით საათველს თუ გაქვთ თვითონ. ძალიან ავტორი უნდა ვისაუბროთ აწი რა და მივდეთ კიდე რატომ გაგესაუბრეთ. არ ვიკადრებ რომ ვინმე. დაანებეთ ნაცეების კითხვას დავით და გააგრძელეთ. ბატონო დავით ძალიან გთხოვთ. ხო, გააგრძელეთ. თქვენ დირექტივებზე აქ არის საუბარი. ჩემ დირექტივებზე გააგრძელეთ საუბარი. გასაგებია, ბატონო დავით, თუ შეიძლება. თუ არ გინდათ არგუმენტების მოსმენა, შეგიძლიათ წახვიდეთ და თუ არგუმენტები დიდი ხანია ქვეყანა ისმენს უკვე და ეხა ილაპარაკეთ. ხო, ეგ არის სწორედ ღირსებას ამ ხელისუფლების სწორედ ის არის რომ ის ფიქრობს იმ საკითხებზე რომელიც ხალხს ანერვიულობს. ფიქრობს იმ საკითხებზე. ერთი წუთი. ხელისუფლება არ მიდის დათმობაზე ოპოზიციასთან. ოპოზიციაც და ხელისუფლებას მიდის დათმობაზე ხალხთან. ოპოზიციის და ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ხალხის იმ პრობლემების გადაჭრა. ამიტომ არის რომ მთელი ეს დღეები, მთელი ეს კვირეები, თვეები არ იმაზე ფიქრობ როგორ შემცირდეს გადასახადი. როგორ მოხდეს ეს იაფიკრედიტის დარიგება, რომ და ეფექტური იყოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმოს. როგორ გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, როგორ გაიზარდოს პენსიონერის პენსია, რომელიც იზრდება, მაგრამ არ არის საკმარისი. და ამაზე კიდე ძალიან ბევრი მცდელობაა საჭირო. რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, მინდა შეგახსენოთ, რომ ის პრობლემები სწორედ იმ ფინანსური კრიზისიდან არის გამოწვეული, რომელიც სოფლიოში არსებობს და იმ აგრესიისგან. და სწორედ ამ ხელისუფლების ღირსებაა ის, რომ გადამწყვეტ მომენტში იყო გადამწყვეტ ადგილას და ამ ქვეყანას შეუნარჩუნა თავის არსებობა. მისი არსებობის აზრი და იმის შანსი, რომ ეს ქვეყანა იყოს ძლიერი და განვითარებული. ეს არის ღირსება ამ ხელისუფლების და არა იმაში ჩარევა თუ რომელი ოპოზიცია რა. გასაგებია, ბატონო აკაკი, ხელისუფლების ღირსებები და მოკლედ მინდა ვისაუბრო, ხა არ შევალკე კამათში ბატონ დავითთან ოპოზიციის ტაქტიკაზე, თუმცა რაღაც მომენტში ესეთი შტაბილობა მრჩება, რომ თავად ოპოზიცია ძალიან არატოლერანტული სხვა საწინააღმდეგო აზრს მიმართ.
მოგონებათ, რაც ეხლაც კარგად გამოჩნდა. თუნდაც იმ კუთხით მე ხარ არავის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ რატომღაც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს მიაჩნია ოპოზიციის მეორე ნაწილი არანამდვილ ოპოზიციაც. რატომ? საპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ. თუნდაც ან არა საპარლამენტო იქ ბევრი გაყოფილი აზრები, ხო? რატომ გონია რომელიმე პარტიას, მათ შორის არ უნდა გვეგონოს ჩვენ, რომ ჩვენ ვფლოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ამიტომ ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის საშუალება და ყველა არგუმენტს აქვს არსებობის საშუალება. ეს იქნება ტელევიზიაში, ეს იქნება მედიაში, ეს იქნება ქუჩაში თუ ეს იქნება პარლამენტში. ამიტომ ეს ხელაღებით რომელიღაც საუბარი რომ აქ არის ტყუილი ან არ არის ტყუილი, ჯერთი არ არის ბატონო დავით ტყუილი და მე შემიძლია ამაზე დიდი ხანი გესაუბრო, თუმცა ეს საზოგადოებას არ აინტერესებს. მე ჩემი აზრია რომ ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ თუნდაც იმ გამოწვევის გადაჭრისას ჩვენ მოდის რუსეთისაგან და თქვენ თუ ეს კიდე გჯერათ რომ საშუალება იყო იმისა რომ რუსეთის აგრესია თავიდან აგვეცილებინა ალბათ ისტორიას უნდა გადავხედოთ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთმა ძალიან კარგად ანახა რომ მისი მიზანი არის საქართველოს ჩაყალაპვა და არა მარტო ეხლა და არა მარტო ამ ხელისუფლების გამო და რატომ იცით? რატომ იყო მაგალითად ერთ-ერთი მიზანი ამ რუსეთის აგრესიის აგვისტოში იყო ის რომ აქ ვითარდება წარმატებული დემოკრატიული ეკონომიკური განვითარებული ეკონომიკის სახელმწიფო. თორე რუსეთს არანაირი ინტერესი არ აქვს ანალოგიური აგრესია განახორციელოს შუა აზიაში. ან სხვა ავტოკრატიულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. ხო მისი მიზანი იყო რომ სწორედ ხელი შეეშალა საქართველოს დემოკრატიულ წარმატებულ მაგალითს. აი ეს იყო მისი მიზანი. თორე თავისუფლად რატომ არ განახორციელა იგივე აგრესია ყაზახეთის მიერ რომელსაც თანაც ტერიტორიული პრეტენზიები. დღეს მას შემდეგ რაც ვარდების რევოლუცია მოხდა და მას შემდეგ რაც როგორც თქვენ საუბრობთ დემოკრატიის განვითარება დაიწყო მარტო დღეს და ამ წლების განმავლობაში არ გვებძოდა მანამდეც იყო ხო ამ ძალიან დიდი ამას ვიდახე, სწორედ ეს არის. ეკონომიკა თუნდაც ან დემოკრატია ნამდვილად არ ვითარდებოდა ჩვენ საქართველოში. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში საქართველოს ამ წლების განმავლობაში, 100 წლების განმავლობაში საქართველოს რამოდენიმეჯერ დაკარგა თავის სუვერენიტეტი. მათ შორის 1800 ასევე 90-იანი წლების დასაწყისში, ხო, როდესაც რუსეთმა მოახერხა, რომ ძირითად პოსტებზე დანიშნა მის მიერ განსაზღვრული ადამიანები. მათ შორის იგორ გიორგაძე, ნადიბაიძე, ხაღარ გასაგებია, ბატონო აკაკი, შეიძლება ჩემს კითხვაზე თავისი სახელმწიფოებრივი შენერჩუნება და ეს არის ძირითადი მიზანი და ამიტომ კიდევ დამატებითი ბრძოლა არის საჭირო, დამატებული დიპლომატიური მოქმედებები, რომ ეს საფრთხე დაიძლიოს და ამასთან ერთად ნებისმიერ ჩვეულებრივ მოქალაქეს სოფელში იქნება თუ ქალაქში კონდეს ღირსეულად ცხოვრების საშუალება, იმ ფუნდამენტზე რომელიც შეიქმნა. მოლაპარაკებებზე როცა საუბრობთ მე მინდა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა გავიხსენოთ ცხრში ძმრათა მოვადნენ ყველა იმ ადამიანს ვინც დევნილები თავიანთი სახლებიდან გამოყვანაო დიპლომატიური კუთხით მოლაპარაკებაზე როდესაც საუბრობთ რუსეთთან პრეზიდენტის ეს განცხადება და ასეთი ტონი რამდენად სარგებელია იგივე რუსეთთან მოდით ესეთი რა თქვა დიპლომატიური მოლაპარაკება არ შეიძლება იმ სახელმწიფოსთან რომელიც არ ცნობს შენ ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს შენ სუვერენიტეტს და სურს რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დანიშნოს სამი ელჩი დიპლომატიური მოლაპარაკება არამც არ არის რუსეთის მიმართ. არა, თქვენ ბრძანეთ თავად რომ დიპლომატიური კი, ჩვენ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებთან. ეს არის ჩვენი მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ მათთან ძალიან აქტიურად მუშაობთ, მათთან ძალიან აქტიურად საუბრობთ და ეხლა არ ვიცი ბატონმა დავითმა რა თქვა ეს პრეზიდენტს არ უშვება მოგელდეს გაურკვეველი. რა ბრძანეთ? ბატონმა დავითმა თქვა რომ პრეზიდენტს არ აძლევეს სიტყვას. თუ არ ვწდები რაღაც ფორმატში რომ არა გამოსვლის საშუალება თუ მე შემიძლია შეგხვი ამას ვიტყვი. მოკლედ აი ამ საკითხს ვამთავრებ, იმიტომ რომ აქ არის რამოდენიმე ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც მიღებული იყო ევროპაში, მათ შორის EUTO-ში, მათ შორის ევროსაბჭოში, რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მხელი მოაწერა, როგორც არის ქარტია, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან, არა მარტო თავდაცვითი უსაფრთხოების კუთხით, არამედ ეკონომიკის კუთხით და რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა. ასევე ევროკავშირის ახალი პროგრამა, როგორც არის აღმოსავლეთის პარტნიორობა და რომელიც შეიქმნა სწორედ აი ამ ეგრესიის შემდეგ, რაც საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური და ეკონომიკური ხარდაჭერა გამოიცხადა. და ეს იქნება ეს არის საფუძველი თავისუფალი ვაჭრობის ევროკავშირთან და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების შემოსვლა, კიდევ უფრო მეტი ადამიანების დასაქმება, კიდევ უფრო ხელფასების გაზრდა, რაც ბუნებრივია. სწორედ არის ის პოლიტიკური სიგნალი, რომელიც მიმართულია რუსეთის მხრიდან. მე აღარ ვლაპარაკობ მიუნხენში გამოთულ პოზიციებს, სადაც ცალსახად ყველა სათითაოდ ყველა ქვეყნის ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ არსებობს სოფლიოში გავლენის სფეროები. რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის უყევი და ეს იყო ძალიან ცხადად გამოხატული მიუნხენის კონფერენციის, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია უსაფრთხოების საკითხში.
და სადაც განისაზღვრება წლის პოლიტიკა. ამერიკა გეგმავს რუსეთთან განაახლოს ურთიერთობა. ეს რამდენად მომგებიანია ჩვენი ქვეყნისათვის და გრემლ ხელისუფლებისათვის. ამაზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ძალიან საინტერესოა ამაზე თქვენი კოლეგები ხშირად საუბრობენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა რამდენად შესაძლოა ახლო მომავალში. ბატონმა ბაიდენმა განაცხადა. როდესაც მსოფლიო ფიქრობს იმის შესახებ, რომ აღადგინოს ურთიერთობა. კი ბატონო, ურთიერთობა ოღონდ დამყარებულ პრინციპებზე. პრინციპებზე დამყარებულ, რომელიც არის და ის პრინციპები იქნათლად იყო. თუმცა თქვენ საუბრობთ მათ შორის არაკეტო თავდაცვა. მათ შორის ნებრივია ჩვენ ამ შემთხვევაში არა გვაქვს დიალოგი გარდა ერთი საშუალებისა, ეს არის დევნილების დაბრუნება, იცით, იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეებს შევუქმნათ ნორმალური ცხოვრების პირობები ჟენევის პროცესში ერთადერთი დიალოგის საშუალება, თუმცა ბაიდენს დაუბრუნდა ვიცე-პრეზიდენტ შეერთებულ შტატებში. იქ იყო ბაიდენის განცხადება, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს დამყარებული პრინციპებზე და იქ ასევე კონკრეტულად იყო ჩამოთვლილი ის პრინციპები, რაც მე გითხარით. გასაგებია. ბატონო, აქვე მინდა გკითხოთ, როდესაც თქვენ პრეზიდენტის ვიზიტებზე და გამოსვლებზე ისაუბრეთ, პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა ბარსელონაში ოფიციალური ვიზიტით. სწორედ გუშინ ჩვენს ეთერში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასულიყო და თუ შეიძლება თქვენი კომენტარი. საერთაშორისო სტადიონზე უკვე ბარსელონამ წააგო კიდეც მეორე დღეს ბოლო ადგილზე არსებულ გუნდთან. სადაც შევიდა ეს კაცი ყველაფერი დაანგრია და ყველა წააგებინა ფეხბურთის სტადიონზე ცუდი ფეხია. გუნდმა წააგო პრეზიდენტს სააკაშვილი. გავიდა და წააგო. იმიტომ რომ წააგო იმუნდა ვიდაც უნდა მოიგო. რაზე ბარსელონას თამაშობდა ფეხი და წააგებინეს გუნდს. იმყოფებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი ბარსელონაში, რადგან ოპოზიციის არავინ არ იცოდა ესე წავიდა სხვათა შორის. იყო თუ არა მასე ბატონო აკაკი? რომელმა იცოდი რომ მიდიოდა ესპანეთში რა. ესეთი რაღაცა თქვა. და ახლა თავში დაიძა და გაფრინდა. რომელმა იცოდი ძალიან ხო ბატონო დავით, ნუ ნერვიულობთ რა. ნერვიულობ თქვენი. ახლა ვიცოდი არა. ნერვიულობ იმ ქვეყანას რო უყურებთ. თქვენი ნერვიულობთ ხალხზე და ნუ ნერვიულობთ. მე თქვა რამეს გეკითხეთ, ეხლა ძალიან რომ რუსეთს როგორ უნდა ვესაუბროთ, როცა აგრესორი ქვეყანაა, ტყუილებს საუბრობს და ამიტომ ზუსტად რომ აგრესორები ხარ და ტყუილს ამბობთ, სულ იმიტომ აღარ გესაუბრებით თქვენ. კი ბატონო, ძალიან ბატონ დავით. როგორ თქვენ არ ესაუბრებით რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთმა დაარღვია ყველა კანონი, ყველა წესი, ყველა ეთიკა, ყველა ნორმა ურთიერთობის ტყუილის, აგრესიის მაგალითი დაანახა. მსოფლიოში არ ესაუბრებით. ჩვენ არ გესაუბრებით. თქვენ უკვე აღარც უნდა გესაუბროთ. ბატონო და ამას გადაწყვეტ საზოგადოება ვინ იტყუება და ვინ არა. ეს საზოგადოება გადაწყვეტა უკვე ორჯერ გადაწყვეტა 2008 წელს და მათ შორის თქვენი ლიდერიც ამის მონაწილეა. საუბრობთ და თქვენ ლიდერზე ისაუბრებთ ქვეყანა რომ დაანგრიეს. გასაგებია ბატონ დავით, თუ შეიძლება ბატონო არა არ მაგდას მე გეუბნებით ფაქტებს, მე გეუბნებით ამოივლეთ წყალი რა. გასაგებია ბატონ დავით. ამშვიდეთ ბატონო დავით, ბატონ ძალიან ფიდეთ მალე. ბატონ დავით, თუ შეიძლება ბატონ აკაკი გვიპასუხეთ, თუ შეიძლება პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ბარსელონაში და რეკლამაა ჩვენს ეთერში, თუ შეიძლება. აწყდარებ ხო დაგამშვიდეთ. რაზე კომენტარი რაზე ფეხბურთზე იყო თუ არა? არა, მაინტერესებს თუ გაქვთ საშუალება რომ მიპასუხოთ პრეზიდენტის. ეს იყო ვიზიტი, სადაც იყო შეხვედრები სერიოზულ ეკონომიკურ წრეებთან იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები. კონკრეტულად ვის შეხვდა პრეზიდენტი? ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეკონომიკურ წრეებს სახელები დაგესახელოთ. დიახაც ვიცოდი, სახელები დაგესახელოთ. აქ მე გეუბნებით, არა, ეკონომიკურ წრეებს. მნიშვნელობა მე აქ საუბრობ, ძალიან გთხოვთ ბატონ დავით, თუ შეიძლება. ერთად იყო კითხვას უსვამ რა. ვისთან პრეზიდენტი როცა მიდის არ მაინტერესებს ეკონომიკურ საკითხებზე იყო, როგორ არ გაინტერესებს? ძალიან გთხოვთ, ეხლა მათ საკუთარი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. ბატონო დავით, ძალიან გთხოვთ. პრეზიდენტი მიდის ბატონო ძალიან საკითხებზე, კითხვას ვიძახი და თუ გინდათ რომ მომისმინოთ, თუ არ გინდათ რომ ბატონ დავით, მივცეთ საშუალება რომ ვისთან ერთად იყო? კი ბატონო, თუ მომისმენთ, კი ბატონო, გისმენთ ბატონ აკაკი. გავცემ საზოგადოების კითხვაზე პასუხს და არა თქვენ კითხვაზე. არა, ბატონ დავით, თუ შეიძლება. საზოგადოების სახელით გეკითხეთ, ეს იყო შეხვედრა ეკონომიკურ წრეებთან, სადაც იყო საუბარი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და მათ შორის ინვესტიციების მოზიდვაზე იმ ქვეყნიდან საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ ინვესტიცია არის დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანაში ფულის შემოტანა, ეს არის ახალი საწარმოების გახსნა, სადაც უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. აი ამაზე იყო საუბარი მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში. თუმცა ძალიან საინტერესოა პრეზიდენტი ვის შეხვდა კონკრეტულად არ აქვს კანცელარიიდან. ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ბატონო დავით, თქვენ არ გელაპარაკებით ახლა. ძალიან გთხოვთ, ბატონ დავით. თუ გინდათ რომ ვისაუბროთ ბატონო აკაკი, ვის ერთად იყო ბატონო პრეზიდენტი სასწავლო. აი ესა შეგიძლიათ გთხოვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩამოგიცვლით სახელად და გასაგებია. ამას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ალბათ, ამიტომ თქვენ სხვა საკითხებზე ნუ ხართ გადართული. მე გეუბნებით, რა მიზანი ქონდა ამ შეხვედრაზე? მაინტერესებს როგორც ქვეყნის მოძღალამისა. ეს არის ეკონომიკაზე. დღეს ჩვენთვის არის პრიორიტეტი. დასაქმება და დასაქმება.
ვიზიტების დიდი ნაწილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, ეს იქნება პრეზიდენტის ვიზიტი, თუ ეს იქნება პარლამენტის წარმომადგენლობის, თუ ეს იქნება მინისტრების ვიზიტი, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აგრესიის შემდეგ და ფინანსური კრიზისის პერიოდში რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ და დავასაქმოთ ადამიანებს. გასაგებია, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დებატი რეკლამის დროსაც არ შეწყვეტილა. ბატონო აკაკი, მინდა გავაგრძელოთ საუბარი, თუ შეიძლება მიპასუხეთ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე. წავა თუ არა ხელისუფლება რაიმე სახის დათმობაზე მას შემდეგ, რაც დაიწყება პერმანენტული აქციები. გნებათ დანიშნავს თუ არა ხელისუფლება რეფერენდუმს. ხომ არის საინტერესო მართლაც თქვენ თუ არ თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ ამის შესახებ არ ვფიქრობთო, მაგრამ საინტერესოა ალბათ ხომ საზოგადოებისთვის. არის თუ არა დღეს მოთხოვნა რიგარეში არჩევნებზე? მე ბევრჯერ გიპასუხეთ. არა, არ გიპასუხეთ ბატონო აკაკი თქვენ ამ შეკითხვაზე. კი, არა, ბევრჯერ გიპასუხეთ და მითხარით და არ გიპასუხეთ. კიდე ერთხელ გეუბნებით რომ ბევრჯერ გიპასუხეთ ამ კითხვაზე და კიდე ერთხელ გავიმეორებ რომ საქართველოს ხელისუფლება წავა დათმობაზე მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის. არა, ეს არ არის პასუხი, თუ შეიძლება მიპასუხო. არა, გასაგებია რომ არა, ბატონ დავით, თუ შეიძლება ერთი წუთი. ბატონ დავით, თუ შეიძლება ერთი წუთი. ხაბატონათ, მაშ თქვენი საუბარი. არა, მე არ ვისაუბრებ, მაშინ პასუხი არ გინდათ გაგცეთ? კითხვას დაგიკონკრეტებ. 9 აპრილს იწყება პერმანენტული აქციები. ამ აქციებს ასევე შეუერთებიან ახალი მემარჯვენეები, ირაკლი ალასანიას პარტია და რესპუბლიკელები იმ შემთხვევაში თუ არ დაინიშნება რეფერენდუმი. არის შესაძლებელი რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დაიწყებენ პერმანენტულ აქციებს, არის შესაძლებელი რომ ხელისუფლება მათ კვლავ გაზის რეზინის ტყვეები დაუპირისპირდეს. ან რა გამოსავალს ხედავთ, მაშინ ესე დაგეცეთ რომ საქართველოს ხელისუფლება დათმობაზე წავა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობასთან და ეს არ არის ამ მოგლეჯით რაღაც ის თბილისში მოსახლეობა, ეს არის მთელი მოსახლეობა, მათ შორის ადამიანები ვინც იდგებიან რუსთაველის გამზირზე თუ თავისუფლების მოედანზე თუ სხვა ადგილებში. არის ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს სოფლად, სხვა ქალაქებში, დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში. სწორედ ყველა ამ ადამიანის მოთხოვნა, ყველა ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე ამ ინტერესების გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. და ეს ინტერესები არის დღეს რა? რომ გადაიჭრას ის პრობლემები, რომელიც არსებობს. იმიტომ რომ ძალიან რთულ ვითარებაში შევდივართ. თუმცა ბატონო აკაკი, თუ იქნება ხალხის მხრიდან მოთხოვნა. არა, იქნება სხვა ინტერესები. ერთი წუთით ბატონ დავით, გისმენთ? ეს ინტერესი გამოიკვეთა 2008 წელს ორჯერ, ბატონო დავით. და ეს ინტერესი იკვეთება სხვადასხვა არა ტელევიზორის ყურებით ხო? ბატონო დავით. არა, თქვენს თქვით მე. თქვენს თქვით მე ვიტყვი. არა, მივცეთ. ბატონო დავით, ეს ინტერესი განისაზღვრება. ეს ინტერესი განისაზღვრება არა ტელევიზორის ყურებით მხოლოდ. ეს ინტერესი განისაზღვრება ასევე ადამიანებთან შეხვედრით და არა მარტო თბილისში, ასევე რეგიონებში და ძალიან ტელევიზორს ვინ უყურებს ოპოზიციას? არა მარტო, ანუ ბუნებრივია უსმენ ტელევიზორს, იგებ ინტერესს, მაგრამ არა მხოლოდ ტელევიზიის ყურებით არის სხვა მექანიზმები, როცა ადამიანებს ხვდები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება, ასევე ის დევნილები, რომელსაც მართლაც სერიოზული პრობლემა აქვს და მართლაც პრობლემა აქვს ქვეყანაში, რომ ვერ ვახერხებთ მარდაბუნებას, მაგრამ რამოდენიმე თვეში ვახერხებთ, რომ დარჩენილი ცხინვალის რეგიონიდან დარჩენილი მოსახლეობის მცირე სახლების აშენება. ეს ძალიან მცირეა, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებთ და კიდევ ვფიქრობთ, რომ გავაუმჯობთ. ეს არის ადამიანების ეს არის ადამიანების ინტერესი, რომ ის პრობლემები გადაიჭრას, ის საკითხები გადაიჭრას, ის უსაფრთხოების ზომები გადაიჭრას, ის სოციალური პრობლემები გადაიჭრას. აი ეს არის საფიქრალი და არა ის, რომ 9 აპრილს ვიღაცა გამოვა, 10 აპრილს ვიღაცა უნდა გადადგეს თუ არ უნდა გადადგეს. მე შეგახსენებთ, რომ 2010 წელს არის ადგილობრივი არჩევნები. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს აქვს საშუალება, რომ მოემზადოს, ჩამოაყალიბოს თავისი პროგრამა, თავისი ალტერნატიული ხედვა, ვინ უშლის ხელს, რომ დაარწმუნოს საზოგადოება თავისი ამ ხედვის ჩამოყალიბებაში და მიწოდებაში და დარწმუნებაში. დღეს ჩვენ აგვზივართ ხვალ ვიღაცა კი იჯდება დებატებში, მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი დებატია, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების თანხმობა და სწორედ ეს 2010 წლამდე ნებისმიერ ადამიანს მთელი ამ დებატების არგუმენტების გასვლა გამოიწვია და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ 2010 წელს ეს პოლიტიკური ჯგუფი ღირს თუ ეს არა. ყველაფერი იქნება შედეგები. გასაგებია, ბატონო, 2010 დასაწყისში შედეგებით. გაიზრდება თუ არა ხელფასები, გაიზრდება თუ არა პენსიები, გაუმჯობესდება თუ არა ეკონომიკური ვითარდება. ამ შედეგებს შეაფასებს საზოგადოება და ალტერნატიული საზოგადოება. 10,000-ობით ადამიანი და თუ იქნება საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა, რომ დაინიშნოს რიგარეში არჩევნები. ამ შემთხვევაში თუ წავა ხელისუფლება დათმობაზე, ან რა გამოსავალს ხედავთ ამ კუთხით მაშინ? გამოსავალს ხედავთ სწორ იმ პრობლემის გადაჭრა. რაც შეეხება ადამიანებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს, გამოხატოს თავისი პროტესტი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელიც
პოლიტიკური მიკუთვნება ამ თუმცა ეტაპზე არ აქვს. საინტერესოა ბატონო აკაკი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე? არის კიდევ შესაძლებლობა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ შეკითხვას, რომ ხელისუფლება მოსახლეობას გაზისურებით დაუპირისპირდეს. არ არის თუ კანონი არ დაირღვა ბუნებრივია, არავით არის ამის შესაძლებლობას გამოურიცხავს სრულიად. მაშინ რომელი კანონი დაირღვა ის გაზი და ყველაფერი იხმარეთ. ამიტომ გამოურიცხავ ამას სრულიად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი პროტესტი, თავისი პოზიცია, როგორც გარეთ, ისე შიგნით, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარდა რამოდენიმე რეფორმა, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, რომელიც ოპოზიციას საშუალებას აძლევს ჩაერთოს სრულფასოვნად პოლიტიკურ პროცესში, შიგნით და არა გარეთ. ის რომ ოპოზიციის წევრი არის იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელი, ის რომ ოპოზიციის წევრი. ეგ არის უბედურება, საპარლამენტო ოპოზიცია რომ მოგცათ მაგის ლაპარაკის უფლება რო ეგ თქვა, თუმცა ოპოზიციას საერთოდ რამეს აკეთებთ რა. კარგით, ეხლა მე ოპოზიციის მიმართ, ანუ განსაკუთრებული განსხვავებული აზრის მიმართ არ ხართ მიმტევებელი, იმიტომ რომ ამავე დროს რაღაც მოთხოვნები გაქვთ გარკვეული. ბატონ დავით არაპირებს ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და საუბრობს, რომ ოპოზიცია მოიმზადოს ოპოზიცია მოიმზადოს არჩევნებისთვის, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობს. ჭირდება თუ არა გარკვეული კომენტარი იმაზე, რაზეც ბატონი აკაკი საუბრობდა, იმიტომ რომ მე ასეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც გადამზადების ან მოსამზადებელი კურსები აქვს და ყველა ერთ თემაზე საუბრობენ, მე მეორეზე შემოაგდებენ თემას, ეხლა თურმე სამუშაო ადგილებია და მეტი არაფერზე აღარ უნდა იფიქროს საზოგადოება. წინათვეს რაზე საუბრობდა ხელისუფლება? წინათვეს საუბრობდა, რომ აი ეხლა ჩვენ მოვიგეთ ომი და ეხლა რახან ომი მოვიგეთ, ეხლა გადავწყვიტეთ ის პრობლემები, რაც გადავწყვიტეთ კარგად, ხო. ეხლა ბატონი აკაკი საუბრობდა, რომ ხელისუფლება არ მოусმენს ოპოზიციას და მოусმენს ხალხს. და ეს ხალხი იქნება არა მარტო თბილისის, არამედ იქნება რაიონებში, სხვა ქალაქებში და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ეხლა თურმე აღმოჩნდა, რომ ჩადიან და ესაუბრებიან ამ ხალხს, მათგან გებულობენ და შესაბამისად იმ ხალხს უსმენენ, რომელიც მომზადებული გამგეობების მიერ, იქ სპეციალური ავტობუსებით მოყვანილი, ვინ პირველ რიგში უნდა დადგეს, ვინ ხელსახვევი გაიკეთოს, ვინ ხელში რაღაც ბუშტები დაიჭიროს და ვინ მიშა იძახოს, ასე გაზეპირებული ფრაზებითო დაახვედრებენ, იმ ხალხს უსმენს. მიშა და ერთ და იგივე ხალხი დაყვება მგონი უკვე დარბაზებში, სადაც საუბრობთ, დღესაც უყურებდით მაგ სცენას. კაი კითხვა დასვით, თქვენ რაზეც რა თქმა უნდა ვერ გიპასუხებდათ ბატონი აკაკი და გადავიდა ამას უპასუხებთ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილებს შექმნითო. რამდენი ასეულ ათასობით ადამიანი გჭირდებათ ბატონო აკაკი, თქვენს უმრავლესობას თუ უმცირესობას ერთად ვინც ახართ პარლამენტში, პრეზიდენტს თქვენსაც ჩემი არ არის, იმიტომ რომ ტყუილით მისული პრეზიდენტი ვერ იქნება და ქაღალდით მისული პრეზიდენტი. რამდენი ასეული ათასი ადამიანი გჭირდებათ, რომ გაიგოთ, რომ თურმე საზოგადოება ასე ფიქრობს. ჩვენ შემოგთავაზეთ ამის ყველაზე ცივილური მეთოდი 10 დღეში დანიშნოს რეფერენდუმი და იმ რეფერენდუმში მიუხედავად იმისა, რომ თქვენსკენაა ის არჩევანი რო იტყვიან და არადანეო რა, არჩევნებსა თუ ამ რეფერენდუმს თქვენ ჩაატარებთ, აი თქვენ ჩატარებულ არჩევნებში დაინახავთ მოსახლეობის რა ნაწილი გეტყვით თქვენ, რომ ახალი პრეზიდენტი გჭირდებაო. აუცილებლად ნახოთ და ისე თუ ამასაც არ გააკეთებთ, რამდენი ასეულობით 1000 ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რაიონებიდან რამდენი უნდა ჩამოვიდეს, რაიონებში რა უნდა მოხდეს, რომ მე ეს გაიგო. ამას ვერ დაინახავთ ვერასოდეს. მანამ ვერ დაინახავთ, სანამ ძალიან არ გაგიჭირდება და ნუ მიიყვანთ ქვეყანა საკამო. გასაგებია ბატონ დავით, თქვენ კანონი ბოდიში დავამთავრებ რა, ისიც ითქვა, რომ თურმე კანონის ფარგლებში იმ თუ არ დაირღვევა წესი, რომელი წესი დაირღვა, ან რომელი კანონი დაირღვა, როცა პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია აბსოლუტურად ადამიანები ვიდექით იქ მეც მათ შორის და მოვითხოვდით რაღაც ჩვენი მოთხოვნები ქონდა რომ წამოხვდით და იმითი რა ქვია ჯერ კეტებით, მე რეზინის ტყუებით, მე გაზის იარაღით, მე დაერიეთ ამ მოსახლეობას. ერთი რომელი კანონი ირღვეოდა რა. გასაგებია ბატონ დავით, ამას გაბედავთ და კიდე ეგ შეგჩებათ? მართლა გჯერათ ამისი? გასაგებია ბატონ დავით, თუმცა თქვენ საუბრობთ, რომ დღეს საზოგადოებაში არის მუხტი იმასთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ასევე რეფერენდუმზე საუბრობთ. თქვათ ხელისუფლება წამოვიდა დათმობაზე და დანიშნა რეფერენდუმი გაზაფხულის ბოლოს. და თქვენ როგორც საუბრობთ, ეს მუხტი საზოგადოებაში, რომელიც არსებობს, ამით ჩაცხრა. რას აპირებთ შემდეგ? მაგალითად დაინიშნა რეფერენდუმი მაისის ბოლოს. დაელოდებით მაისის ბოლოს ბატონ. გარკვეული ვადები არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენი წინადადება იქნება სხვა ოპოზიციური, ნამდვილად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის ჩვენი მოწოდება და თხოვნა, რომ ისინი წამოვიდნენ ამ რეფერენდუმზე. და დაელოდებით ივნისის დასაწყის სიტყვაზე ვთქვათ. ჩვენი პოზიცია ეს ახლა რა თქმა უნდა გარკვეული ვადები არსებობს ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით, უსასრულოდ ვერ გაჭიმავს, ვერც რამოდენიმე თვე ვერ გაჭიმავს. პრეზიდენტს აქ 2 თვის ვადაში უნდა დანიშნოს. ეხლა ჩვენ 10 დღის ვადა რომ მივეცეთ, ნათელი ხო? 10 დღის ვადა გადის 5 მარტს, 5 მარტიდან 10 დღე არის 5 აპრილი, 5 მაისი, ხო? ანუ 5 მაისს ვერ გადააცილებს. ანუ თქვენ რასაც ბრძანეთ, აი ზაფხულში დანიშნოს. ანუ პრეზიდენტმა დაასახელოს მიზეზად მოსამზადებელი სამუშაო. არა, კონსტიტუცია განსაზღვრავს. გასაგებია. თუ შეიძლება პრეზიდენტს აქვს უფლება დანიშნოს 2 თვის ვადა, არა უგვიანეს 2 თვის. გასაგებია. შესაბამისად 5 მაისს ვერ გადააცილებს. ჩვენ რა თქმა უნდა
გავესაუბრებით ჩემს მეგობრებს და ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანებს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში. მე განსხვავებული აზრი გვაქვს დღეს თუ არა ის რომ როგორ ჯობია რეფერენდუმით ჯობია, პირდაპირ თქვა შეტევით ჯობია, ხალხის ქუჩაში გამოყვანი 9 აპრილის ასრულობით 1000 ადამიანის თუ ასე შემდეგ განსხვავებული აზრები რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ეხა ერთ რობოტივით მოყვან ყველას განსხვავება, ერთი ვიცი რომ ყველას ქვეყანა გვიყვარს. გასაგებია თუმცა ბატონ დავით. თქვენ საუბრობთ რომ თქვენ ამ რეფერენდუმის როგორმე ჩვენ შევთანხმდებით, როგორ ერთ აზრამდე მივალთ, შეიძლება განსხვავებული კანდიდატებიც იყოს საპრეზიდენტო, ვერც ამაში ვერ ავხედავ მე ტრაგედიას, თავარია ხალხმა კონდეს იმის საშუალება, აირჩიოს ის ვიც მას უნდა. თუ შეიძლება ბატონო ახლა ჩვენ დაგვიკავშირდა გარდაცვლილი გიორგი გამცემლიძის დედა თუ შეიძლება მოვიმარჯვოთ ყურსასმენები მოგესალმებით ქალბატონო გულიკო გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ მოგესალმებით რადიო მაყურებლებს ტელემაყურებლებს მინდა მთავრობის წარმომადგენელს შეიძლება მის კომპეტენციაში არ შედის მაგრამ როგორც მთავრობის წარმომადგენელი აი ესეთი წერილი მივიღე დღეს მოგეხსენება ძალიან მოკლედ არ წაგართმევდი დროს ესე იგი დამთავრდა სასამართლო პროცესი სადაც ჩემი შვილის მკვლელს აბუაშვილს ეგრეთ წოდებულ უბრალოდ გვარი არ არის საინტერესო პატრულის თანამშრომელს მიუსაჯეს 2 წელი პირობითი და 2 სასჯელი ესე იგი დღეს მომდის შეტყობინება გზავნილი უბრალოდ რომ გაასაჩივრეს თვითონ ესე იგი აბუაშვილის ადვოკატმა და მიუსაჯეს ითხოვენ უბრალოდ 2 წლის თავისუფლების აღკვეთა აი ციტირებას ვახდენ ახლა ამ იმის პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით ასევე მოვითხოვთ გასაჩივრებულის განაჩენი სამოქალაქო საჩუქრების ნაჭრზე გაუქმდეს მთლიანად ესე იგი სასამართლო პროცესიდან უნდათ გაენთავისუფლებინათ ვინაიდან 2 წელი პირობითი მისცეს ესე იგი ახლა უნდათ რომ 2 პირობითი სასჯელი დაუტოვონ და გამოვიდეს პირდაპირ დაუსჯელად ასე ვთქვათ მე ვეკითხები მთავრობის წარმომადგენელს როგორ მიაჩნიათ არ უნდა დასჯილიყო ეს ადამიანი მთელი სიმკაცრით, კანონის სიმკაცრით, იმიტომ რომ წინ ასეთი მოვლენები უსწრებდა, როგორც იყო გვირგვლიანის, რობაქიძის, ვაზეგაშვილის და სხვა კიდე ვინმე, ვისიც არ ვიცით, გახმაურებული არ არის. არ უნდა მიიღოთ ყველაზე უმაღლესი ზომა სასჯელის, რომ თავი გადაერჩინათ, მაგრამ გეუბნებით, არაფრის არ ეშინიათ, არაფრის არ წვენიათ. აი ბატონმა ბრძანა რომ 5 მაისამდე ვაძლევ დროს, მე მიმიცია 8 მაისამდე დრო, იმიტომ რომ ზუსტად 8 მაისს მე ჩემი შვილი მომიკლეს და ვერც 8 მაისს დაველოდები. აი ესეთი კაცი მარტო მე ვეყოფი ამ მთავრობას იმისათვის რომ აუგორო ყველა დედისგან ის პროტესტის ალღა რაც ყველას ოჯახში შეიძლება შევიდეს და ყველა ოჯახი გააუბედროს აი ამ მთავრობამ. ეხლა მე პასუხსაც არ ვითხოვ, უბრალოდ მინდოდა რომ არა პასუხს ჩვენ შევესწრებით ბატონი აკაკისგან მოვისმინოთ. ბატონ გულიკო დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ აკაკი არის ესეთი საკმაოდ ისეთი ძალიან მძიმე სასაუბრო თემა მე მესმის მაგრამ აი ამ გარდაცვლილი ბიჭების ახალგაზრდების მშობლები თუნდაც ჩვენს ეთერში ძალიან ხშირად საუბრობენ უსამართლობის შესახებ თუნდაც ეს მაგალითი რა სიტყვით ამის შესახებ მე არ ვიცი მე მინდა უხარება გამოხატო ამ ადამიანის მიმართ მის ხარში ამოვიდგენ ტრაგიკული მოვლენის გამო რაც მოხდა მის ოჯახში თუმცა არ ვიცი კონკრეტულად ამ საქმის არსი მე როგორც მივხვდი ჯერ სასამართლო არ დამთავრებულა, ამიტომ ჩვენ არ ვიცით საბოლოო შედეგი ამ საქმიდან, რა სასჯელი იქნება, რა შედეგები მოყვება. ბუნებრივია ფაქტია რომ მკვლელს რაღაც ძალიან ისე არა, იქ სხვადასხვა ფაქტები არსებობს, სხვადასხვა გარემოებები არსებობს, ამიტომ ეს ჩავიხედოთ ბოლომდე, გავარკვიოთ რა ხდება, როგორ ხდება. თუმცა ასევე მე ყველას ვიზიარებ ყველას პრობლემას, მაგრამ ამ ხელისუფლების 2004 წლის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სწორედ აი ამ უსამართლობის აღკვეთა სამართალდამცავი ორგანოების ფარგლებში, საქმიანობაში და თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან წლების განმავლობაში უბრალოდ ძალიან ეს ფართოდ გავრცელებული იყო ფანჯრიდან გადმოგდებები, წამებები და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, ჩვენ მოვახდინეთ ძალიან სერიოზული ნაბიჯი წინ და ამას აღიარებს სახელმწიფო, რომელიც ძალიან კრიტიკულია, ამას აღიარებს ყველამ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები თუ ამაზე შეიძლება ვიდაოთ. უნდა გავერკვიოთ თვითონ კონკრეტულ საქმეში კონკრეტულ ფაქტები დავადგინოთ და ჩვენი მიზანი არის რომ ნებისმიერ ადამიანს დაუდგეთ გვერდში და ავაშენოთ და გავაკეთოთ იმ სისტემის კონსოლიდირება, რომელშიც ყველა ადამიანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ხარვეზები ნამდვილად იყო წინა ხელისუფლების დროს, ფანჯრიდან გადმოგდებები და ასე შემდეგ და ამ ხელისუფლებამ გამოასწორა ეს ხარვეზები და ეხლა ისე აკეთებენ, რომ არ ჩას, ვერ გადაიღებს და გარედან არ გამოჩნდება ვის როგორ აგდებენ. არა, ნამდვილად ჩას, გნებათ ვაზაგაშვილის გირგულიანის ზუსტად, ეხლა ფანჯრიდან აღარ აგდებენ, უბრალოდ ფანჯრიდან აღარ მე მიმივხვდი ჩემ ტონს რა ვიგულისხმე, ხარვეზი გამოასწორეს, მაშინ ფანჯრიდან თუ კაცი ხდებოდა, ამას ვიღაცა დაინახავდა.
ქუჩაში. ეხლა პირდაპირ ჩააგდებენ რაღაც საკანში ჯურმ, რასაც მეტახები ციხე წოდებული ციხის აჯანყების დროს რამდენი კაცი მოკდა ციხეს, რამდენი კაცი დაიღუპა ციხეში, რომელი ერთი პრობლემა გითხრათ, ამ რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ჩადიოდა და ჩადის საშინელებებს, ამ კვლელობებს და ამ დაუჯელობის სინდრომი, რასაც ეხლა ბოდიში და სულ გათავხედა დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, რასაც უნდა იმას აკეთებენ. რაზეა საუბარი ეხლა ძალიან მწუხა რომ თქვენ თუნდაც ეს მაგალითი არ იცით. ეხლა კაცი რომელმაც მართლა ახალგაზრდა ბიჭი სრულიად უმიზეზოთ მოკვდა მოკლეს ელემენტარულად და 2 წელი პირობით უნდა ეხლა მიუსანჯონ და ამაზე მეტი პრობლემა, ამაზე მეტი დაცინვა საზოგადოებაზე, ამაზე მეტი ცინიზმი და აი ეს განუკითხაობა რაც ეხლა ხდება ქვეყანაში, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მოხდეს. ძალიან მინდა რომ ძალიან ბევრი რამე მართლა დავიჯერო, მართლა დავინახო, მართლა რაღაც დავინახო რომ როცა ასეთ ფაქტებზე თვალს ხუჭავთ, როცა ასეთ ფაქტებზე ხელს აფარებთ, როცა ვანომერაბიშვილს პარლამენტში შესულ ტაშს უკრავთ, ფეხზე დაუდგებით და გმირის პოზიციით გაკავთ. ისევ თქვი წეხარ მაგალითი, დღეს მართლა შემაწუნა ნათია ამ ფაქტს შემაწუნა კაი გაგებით. ირემზე წიყო კაცი წასული ესპანეთის ამხელა ქვეყნის მინისტრი და იმიტომ რომ თურმე აღმოჩნდა შეამოწეს რომ ლიცენზია არ ქონდა, კაცი მოვიდა და გადადგა. და თქვა ბოდიში მოუხადა ქვეყანას და თქვა რომ მე ლიცენზია არ მოუკლავს ის ირემი მე რა. თვითონ რომ წასული იყო თვითონ და გადადგა. ამის ხა მეტი რა ვთქვა, ამდენი ხალხი უმიზნოთ, უაზროთ, ერთ მანქანას რომ 800 სიტყვია დაუშინეს. და იმიტომ რომ იმაზე გასაკურდათ მიდიოდნენ, იქნება გზაში გადაიფიქრათ. ის კაცი რომ მოკლეს, ეს მოკლეს, მინისტრი გადადგეს, ამდენი ხალხი რომ დაიღუპა, მაპატიეთ, ამდენი უგვარო და უსახელო ომში დაღუპული რო ყავს. ეგეც პრობლემა იყო, რატო არის რომ გათხარეს ერთი დიდი ორბო და მაპატიეთ ამ სიტყვაზე ჩაყარეს როგორ რა ვთქვა ამ ჩემი გასაგებია ბატონ დავით, როგორ მოხდა ეგ და რატო მოხდა ეგეც ამიხსენით რა. და როგორ შეიძლება მე თქვენს ამ მენტორულ ტოზ ეხა მე თქვი რა დაწყდეთ, რა დამაწყდებით, სანამ თქვენ იქნებით ამ ქვეყანაში. ხმეთა კარგად გამყოფოთ ჯამთელად, მაგრამ ხელისუფლებაში არ წავალთ ბატონ დავით დათმობაზეო და კი ბატონო. არ წავლეთ და ჩვენ წავიყვანთ. ჩვენ წავიყვანთ ყველაფერს. როგორ წაიყვანთ ძალიან საინტერესო. თვითონ უწევთ, ჩვენ ურჩევთ კიდე 10 დღე გაქვთ და წადით თქვენით. თუ არა და რას აპირებთ ბატონო? თუ არა და თვითონ ხალხო და მოგლეჯილები გაიქცევიან. როცა ქუჩაში გამოვა იმდენი ასეულ ათასობით ადამიანი და დაინახავენ ამ რიცხვას, თვითონ გაასწრებენ როგორც იმ დროს ასწრებდნენ ყველანი ერთმანეთს რა. და მე ვის დაუძახებ და ფიცლები და ჩანგლები და ჩაკუჩები აიღე და დაგვიცავით და იმასაც დავინახავ რა. თუ შეიძლება ბატონო გისმენთ მომცემთ საშუალებას. კი ბატონო გისმენთ. 5 წელია თქვენ ლაპარაკობთ, 5 წელია. ბატონო დავით. აღარ დაამთავრეთ, გისმენთ. მას შეგიძლიათ ილაპარაკოთ. აბარა ლაპარაკობთ რა თქმა უნდა, თქვენ და გარეთ ჩინით ყველგან ლაპარაკობთ, ეხლა მეც თუ გინდა ჩემი არგუმენტები მოისმენთ, თუ არ გაინტერესებთ მას არა გისმენთ ბატონო აკაკი, თუ შეიძლება მიპასუხოთ ძალიან სერიოზული ბრალდებები ხელისუფლების მისამართით, დიახ. არა, ბრალდებები ხალხი თვითონ გადაწყობს საბოლოო ჯამში ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ არ იქნება ხელისუფლებაში. ოპოზიცია საუბრობს რომ ხალხს არ მიცეს გადაწყვეტილების საშუალება და ეს არის სახელმწიფო, სადაც ხალხმა გადაწყვიტა და ამაში ეს ამას არა მარტო მე ვიძახი, ამას ვიძახი ძალიან ბევრი ადამიანი და იძახს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. რაც შეეხება დაიღუპა, ისინი არ დაიღუპნენ, ისინი მათ თავი გაწირეს იმ მიზნებისთვის, რაც მათ ჰქონდათ. რაც დღესა აქვს ძალიან ბევრ ქართულ ჯარისკაცს და საქართველოს მოქალაქეს და არავის არ ჩაუყრია ისინი ორმოში. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაცია. ამაზე მთელი მუშაობა მიდის ამ თვეების განმავლობაში, რომ მოხდეს სწორედ იდენტიფიცირება და ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია და მთელი გარკვეული ნაწილი, დიახ, დიახ და ძალიან რთული მე იურისტი ვარ. მე ექიმი ვარ. ძალიან ძვირი პროცესი და ძალიან გრძელვადიანი პროცესია. არის. თუ მასე მაგასაც სრულობ. ბატონო დავით. მე კიდე ერთხელ ვიცი როგორ კეთდება მაგას გააკეთებთ უცებ. როგორ დნმ-ის ანალიზს მაგალითად მოვიყვან, საქართველოში ვერ აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, მანამ სანამ ამ სახელმწიფომ არ გადაწყვეტა რომ ეს ინფრასტრუქტურა ჩამოეტანა. მე არავის არ დავები, მათსა და დავასრულებ თუ შეიძლება. თუ ჩვენ განუკითხაობას უძახით იმას, რომ დღეს საქართველოში მოქალაქეები ცხოვრობენ შვიდად, თუ ჩვენ განუკითხაობას უძახით, რომ დღეს საქართველოში არ იკურდება სახლები, ნაკლებია, ძალიან ნაკლებია ყაჩაღობა, არ იკურდება მანქანები. თუ ჩვენ ამას განუკითხაობას უძახით და თუ ჩვენ განუკითხაობას უძახით იმას, რომ სახალხო დამცველს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შევიდეს ნებისმიერ ციხეში და ნახოს როგორ ექცევიან პატიმრებს. როგორ ექცევიან ბატონო? ხო, აი მაგას თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სახალხო დამცველის ანგარიში. არო თქვენ რა უნდა ბატონო დავით, როგორ გაწალოს სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრო? პარლამენტმა არ მოისმენია არც ერთ წელს და არ განიხილეთ. რო აწლაბო ხაბატონათე შეიძლება დავასრულო. თქვენ მიყავთ დასაგებია ბატონო აკაკი მე თავად გადავწყვეტ და მოვახერხებ დავასრულებინეთ მაშინ. კი ბატონო დაასრულეთ. თუ გინდათ დავასრულო.
თუ ეს არის განუკითხაობა, როდესაც ნორმალურად ცხოვრობს სახელმწიფო, მაშინ დაეს იყოს განუკითხაობა ნებისმიერ მოქალაქეს. თუ თქვენ ამას უძახით განუკითხაობას. ერთერთი როდესაც პატიმრებზე საუბრობთ, ჩვენ გქონდა საშუალება პატიმრების მშობლები ახლობლები ჩაგვეწერა და ისინი საუბრობენ რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან მათი შვილები. რომ მთელი ერთი სეგმენტი ქართული სახელმწიფოს არის იმით მიმართული რომ ააშენოს ციხეები და მეორე სეგმენტი რომ მთელი ერთი სეგმენტი სახელმწიფოს რომელიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა პატიმრების მათ შორის ძიმე დანაშაულზე ბრალდებული პატიმრების აშენებს ციხეებს და მეორე სეგმენტი მუშაობს იმაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს გარეთ და შეწყალება განახორციელოს და ამას უძახით თქვენ არა მაშინ თუ შეიძლება საწყისი ეტაპი არის ცით რა იყო საწყისი ეტაპი არის ცით რა იყო გასაგებია ბატონო დინამიკაში დავინახოთ რა მოხდა და როგორ მოხდა და მე ვისაუბრებ კი ბატონო რაც შეეხება არა ბატონო აკაკი თუ შეიძლება ციხეების პრობლემა ძალიან საინტერესოა და მე მაქვს საშუალება ახლა რომ თქვენ დაგისვათ ეს შეკითხვა მშობლები პატიმრების მშობლები საუბრობენ იმაზე რომ მათი დაავადებული შვილები იმყოფებიან საკრემში სადაც არის უმძიმესი პირობები 20 კასიან საკაში არის დაახლოებით 60-70 კასი ეს კარგი პირობები ამ პირობებში იმიტომ რომ ეს ციხეები ანუ დინამიკას თქვენ არ უკვირდებით არა გასაგებია მაგრამ მე გესაუბრებით იყო სანამ 2004 წელს არა გასაგებია მიბაზოქეთ შეიძლება თუ კითხვას მისვავთ რამდენი ციხე იყო იცით რამდენი ციხე იყო მითხარით გვიბაზოქეთ არა თქვენ თუ აი მაშინ რატომ მეკითხები იურისტის ციხე რა შოშა რამდენი ახალი აშენდა ბატონო ციხეების პრობლემაზე ვისაუბროთ რამდენი ციხე ამას აქვს ძალიან უცებ კითხვას დაგეცოთ ეს დენი რო გვაქვს კარგია მაგრამ ეს დენი რო გვაქვს კარგია რამდენი ჰესი აშენდა ამ ხელისუფლების პირობებში არც ერთი ყველა გაკიდე და მაგრამ რამდენი ციხე აშენდა ძალიან ბევრი. რითი ამაყობთ ციხეები რო აშენე? გაიზარდა თანხა თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე. აი ესეც დინამიკაში უნდა ვნახოთ. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენი მიზანი არის სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტა ყველა მიმართულებით, ისევ და ისევ სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, ისევ და ისევ უსაფრთხოების გადაწყვეტა, ის რომ ამ სახელმწიფოში იყოს წესრიგი და არა ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციებზე ფიქრი ან ზრუნვა და ამაზე მთელი დროის დახარჯვა. ნათია რო არ გავაგზელო არ შეიძლება. ძალიან წუხვა რომ ამ ხელისუფლების ყველაზე საამაყო არის ის რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი ციხე ააშენა და ციხეებად აქცია ქვეყანა და მაინც ვერ ეტევიან პატიმრები თურმეში, იმიტომ ბევრი და ბევრი უნდა შეყარონ კიდე. და როცა ვსაუბრობთ დენზე რომ კი კარგია რომ დენი გვაქვს გავიხსენოთ არც ერთი ჰესი არ აშენებული უბრალოდ არსებული ჰესები გაყიდეს იმ პირობით რომ ამ ჰესების ვიყიდიდან ვიღაცას კაპიკება და ოღონდ რაღაც რა წლებში დენს მიცემდა ის სახელმწიფო არც ერთი ჰესი ჩვენ არ აგიშენებიათ ხარხანა არ აგიშენებიათ არაფერი არ გაიკეთებიათ თუ ვინმე რომელიმე კერძო მეწარმე რაღაცას გახსნის და გავარდები და იმის მაგალითად თქვენ გაჭრით იმას წითელ ლენტას რომ ვითომ თქვენი გაკეთებულია რა ჩვენები ბრძანდები და სახელმწიფო როდის იყო საწარმოებს აშენდა გასაგებია მაგრამ არც ისაა საჭირო გამოხვიდე და მე რეიძახო მე გავაკეთე სახელმწიფო ხელის შეშლის გარდა არაფერი გავაკეთე მეწარმეს რომ ჰესები გაყიდული არ იყო მაშინ შუქი არ ქონდა და სიბნელეში და ჰესები გაყიდული არა ხო და მაგითი გვამაყობ პოზიციით და ძალიან უცხოა დღეს ყავს ეხლა მოდი მე ვისაუბრებ და თქვენ ახსენეთ არა ვამთარებ ჩვენ გადაცემას დაწნადით კიდევ დაგჭეთ რამოდენიმე დღე და გეცქნებათ საშუალება რომ მოსახლეობას ხო რა თქმა უნდა ჩვენ ეს ოპოზიციის ოცნებაო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ხო რა თქმა უნდა ოცნებაც არის და რეალობაც ის რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად აღარ იქნება და ძალიან მალე რატო იცით არ დაიმსახურეს რატო იცით რომ არ შეიძლება ტყუილი მუდმივად არსებობდეს სანამ პრეზიდენტს კონსტიტუციობა და არა მოეწურება იგი არ აპირებს გადადგომას ბატონო დავით ეს თავად პრეზიდენტმა ბრძანა მოეწურა როცა გადადგა და მე უკვე ის პრეზიდენტი აღარ არის იმიტომ რომ მოვიდა გაყალბებით ტყუილით და გასაგებია ბატონ დავით შესაბამისად მისი ლეგიტიმურობა ეჭქვეშ კი არა ის არ არის როგორც პრეზიდენტი და მისი ვადა დიდი ხანია ამოწურდა გასაგებია ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის გისურვებთ წარმატებებს რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობებად ხვალ ზუსტად 9 ნახევარზე ტელეკომპანია მაესტროს და რადიო უცნობის ერთობლივ პროექტს უცნობ კავკასიას ნინო ჟიჟილაშვილი გაუძღობა ნახვამდის ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.